მეგობრებო, საერთო გაშლა უნდა გავიკეთოთ ახლა ეს თემა იქნება. რას უნდა ელოდოთ უახლოეს პერიოდში თქვენი პარტნიორისგან? უახლოესი 2-3 თვის ვადები იყოს. ჩაიფიქრეთ თქვენი პარტნიორი და თქვენი თავი და იმისთვის რომ გავიკოთ რამდენად თქვენი ეს გაშლა რა ენერგიებშია თქვენი პარტნიორი. რას რეზონირებს ბოლო პერიოდში თქვენთან მიმართებაში? სამია პენტაკლი, 4-იანი თასი, 5-იანი იეროფანტი მაღალი არკანი, ტრიპლეტი გვაქვს. რეზონირებს პრინციპში იმას, რომ მზად არის თქვენთან ურთიერთობის გასამყარებლად, რაღაცა მუშაობს, რაღაცა თქვენი შეცნობა უნდა, თქვენი პიროვნების შესწავლა უნდა, ამისთვის მზად არის რომ ასე ვთქვათ, ყველა მხრიდან მოგიდგეთ და რაღაც ესეთი სიტუაციებიდან გაარკვიოს რა შეიძლება საპასუხო რეაქცია იყოს და რა მოყვეს ამა თუ იმ საკითხს მისი მხრიდან გამოწვეულს თქვენთან მიმართებაში. ასევე შეიძლება პერიოდულად რეზონირებდეს იმას, რომ არაფრის ხასიათზე არ არის, რომ დაღლილია, რომ რაღაცნაირად უხასიათოდ არის, მოწყენილია, რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი. რაღაცა თავისებური დამოკიდებულებები ცხოვრების მიმართ, რაღაცის მიმართ, სათამაშო ბიზნესის დამოკიდებულება მის მიმართ, ასე მომდის და გეტყვით, ვინაიდან ბევრი უყურებთ ამ საერთო გაშლებს. შეიძლება იყოს რაღაც დამოკიდებულება ალკოჰოლის მიმართ, რაღაცა დამოწყნარებელი, დამამშვიდებელი წამლების მიმართ, ასევე წამლების მიმართ, რაღაცნაირი აი დამოკიდებულება მისი, რომლის უკმარისობასაც ბოლო პერიოდში განიცდის. შეიძლება ასევე ფინანსის, ფულის ნაკლებობას განიცდის და ესეც მოქმედებდეს მის ფსიქოემოციურ მდგომარეობაზე. ყოველ შემთხვევაში, რატომ არის ასეთ ხასიათზე? ამას არ რეზონირებს ასე ხმამაღლად, მაგრამ ის რომ ის მისი რაღაც დამოკიდებულებები, რაც მას აქვს რაღაცის მიმართ, იწვევს უხასიათობას, ცოტა დეპრესიულ მდგომარეობას მისი მხრიდან, ამას თქვენ ყოველ შემთხვევაში აკვირდებით და ხედავთ, რომ ბოლო პერიოდში თითქოს ცოტა დეპრესიულ მდგომარეობაშია. სინამდვილეში ეს არის პერიოდი, როცა ეს ადამიანი განკურნების გზაზე გადის, მეხუთე მაღალი არკანი იეროფანტით, ეს არის სულიერების კარტი, ეს არის ადამიანი, შეიძლება თქვენ წარმოადგენდეთ კონკრეტულად ასე ვთქვათ, მასწავლებლის, რაღაცა წინამძღოლის, რაღაცის ჭკუის დამრიგებლის როლში გამოდიოდეთ მისთვის და რაღაცა მაღალ სულიერების აყვანის გზასაც ჩვენებდეთ, თუ როგორ უნდა განიკურნოს მაგალითად ამა თუ იმ დამოკიდებულებისგან, თუ როგორი სოფხედელობით უნდა შეხედოს საერთოდ იმ რაღაცებს, რაც არ გამოდის და რაც საჭიროა რომ წარსულში დატოვოს და აი ამ დამოკიდებულებებისგან, ამ ჯაჭვისგან თავი იხსნას. მისი მდგომარეობა არის ძალიან რთული თქო, ვერ გეტყვით, ამ ყველაფერს რატო ყვები, იმიტომ რომ კალოდის ძირში არის მე-15 მაღალი არკანი ეშმაკი, ეს არის ყოველგვარი დაბალი ვიბრაციების კარტი. რაც მოაქვს ალკოჰოლზე დამოკიდებულებას, ნარკოტიკებზე დამოკიდებულებას, ქალების მიმართ ასე ვთქვათ დამოკიდებულებას, ხშირი ცულა პარტნიორული ურთიერთობების აი რო ვერ ამყარებ და იწყებ და ასრულებ, სულ ის არ არის, ვინც შენ გინდა, სულ რაღაცა მიზეზია, სულ ჩხუბია, კონფლიქტია რაღაცნაირად გამომფიტავი ენერგეტიკის ადამიანია. ფიზიკურობით თუ ვიტყვით, ძალიან მიმზიდველი ადამიანი უნდა იყოს. შესაძლებელია რაღაც ნაწილისთვის, ყველასთვის არა საერთო გაშლაში რასაკვირველია, მაგრამ კონდეს ღია ფერის ესეთი ცისფერი, სერი, მომწვანო, აი ესეთი თვალები. დაახლოებით ახლა როგორც მე მაქვს ამ გაშლისას ჩემი ფილტრი სხვათა შორის შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენ ვიდეოებში ეს ფილტრი და საერთოდ ჩემი ფილტრები რომლებიც მაქვს. ყველასთვის არ არის რასაკვირველია, მაგრამ რაღაცა შტრიხებს რო ვიძახი, რომ უფრო კარგად მიხვდეთ, რამდენად თქვენია ეს გაშლა. ძალიან მიმზიდველია, უფრო მუქი ფერის წაბლისფერი თმები აქვს, შესაძლებელია გაშლა ორივე სქესისთვის არის, მაგრამ ქალებისთვის ყვები ხოლმე როგორც წესი შესაძლებელია საშუალო დონის, როგორც აღქმულია მამაკაცებისთვის თმა რო არსებობდეს, იმაზე ოდნავ დიდ თმას ატარებდეს ეს ქალბატონებს ვონები, რაც შეეხება
მამაკაცებს თუ ვიტყვით, ეს შეიძლება გრძელთმიანი ისეთი ყავისფერიდან გარდამავალი მუქისკენ, მოშავოსკენ ფერის თმა ქონდეს, კიდევ ვიმეორებ, ყველასთვის რასაკვირველი არა. რაღაც ნაწილისთვის ასეთი შტრიხები გამოგადგებათ, რომ იცოდეთ. ფიზიკურად ძალიან მიმზიდველია, შეიძლება სპორტით არის დაკავებული, რაღაცა სიძლიერის ვარჯიშებს ასრულებდეს, შესაძლებელია მისი სამუშაოც იყოს დამოკიდებული ძლიერებასთან, აი ძლიერ ფიზიკურ სიძლიერეს მოითხოვს, ასე ვთქვათ, მისი სამუშაო. მოკლედ ძალიან მიმზიდველია, ძალიან გულთამპყრობელია, ქალების დამოკიდებულებების ქვეშ არის და კიდევ ვიმეორებ, თქვენ გამოდიხართ მისი მასწავლებლის როლში, გურუს როლში, მისი წინამძღოლის როლში, აი ამ სულიერების აყვანის გზაზე ყავთ ეს ადამიანი და სადაც პრინციპში ამ კარტით სამყარო მიჩვენებს, რომ ძალიან კარგად გამოგდით და გამოგივათ თუ ესე ხელს არ გავუშვებთ და არ მიატოვებთ და ასე ვთქვათ გვერდზე ედგებით აი ამ სულიერების განკურნების სხივამდე მიიყვანთ. მოკლედ თუ ხვდებით რომ თქვენია ეს გაშლა და ლაიკეთ არ დაგავიწყოთ ლაიკება არც ერთ ვარიანტში და გავიგოთ ესე იგი რას უნდა ელოდოთ მისგან უახლოესი ერთი-ორთვის ვადები იყოს მოდი. რეალობაში მოქმედებაში რას უნდა ელოდოთ მისგან. 18 არკანი მაღალი მთვარე, მე-10 მაღალი არკანი მე-10 პენტაკლი მაპატიეთ ენა დამებლანდა და 2 პენტაკლი. ესე იგი რაღაცა ორი ნაწილი იქნება, ორი ნაწილისთვის. ეს არის თქვენი მოლოდინის რეჟიმი კალოდის სილში, რომელიც არის 2 შეძლი რა მჭირს. 50-50-ზე იქნება ასეთი ნაწილი რაღაცა მაყურებლისთვის, რომ დიდი არჩევანის შემდეგ, აი ამ კარტებსაც გაჩვენებთ 2 პენტაკლი, 10 პენტაკლი და მაღალი არკანი მთვარე. რაღაცა დიდი ემოციური ფონის შემდეგ, დიდი მგრძნობელობის შემდეგ, დიდი დეპრესიული პერიოდის გავლის შემდეგ იყვყმანებს და ასე ვთქვათ, გადაწყვეტის მომენტში მივა იმ დასკვნამდე, რომ 10 პენტაკლამდე უნდა შეიცვალოს თქვენი მდგომარეობა. ეს არის სტაბილური ოჯახური კავშირი, სიმყუდროვე, სიძლიერე ოჯახური, აი შვილებით, რა ვიცი, ფინანსურად წარმატებული, ძალიან კარგი საბოლოო, ასე ვთქვათ, შედეგი, მოსავალი აი ამ ურთიერთობის დაგვირგვინების 10 პენტაკლად. ეს იქნება ერთი ნაწილისთვის, მეორე ნაწილისთვის იქნება ის, რომ რაღაცა არჩევანის გადადგმა, ასე ვთქვათ, ნაბიჯის გადადგმა აი ამ გაურკვევლობიდან, აი ამ მთვარიდან, რომელიც არის ყოველგვარი მგრძნობელობის, ეჭვიანობის, გაურკვეველი დაბინდული მომავლის, საერთოდ რას უნდა ელოდი ამ ადამიანისგან წარმოუდგენელია, ვერ ხვდები აი ესე დგეხარ და თითქოს გაყურებ მის წარსულ რაღაცა ქმედებებს, რომლებიც სრულიად სხვა ადამიანი იყო და თითქოს ბოლო პერიოდში სრულიად სხვანაირად წარდგება და რაღაცა მეორე მხრივ აჩვენებს თავის თავს, აი დაბალ ვიბრაციაში, უფრო დეპრესიულად, უფრო სტრესულად, უფრო ყველაფერზე გაღიზიანებულად და აი ამ წარსულს გაყურებთ ხოლმე და იხსენებთ, რომ აი რატომ შეიცვალა ეს ადამიანი და როგორ დავეხმარო აი ამ სიტუაციაში იქნებით. საბოლოო ჯამში თქვენი პატარა ბიძგი და მიხმარება საჭირო იქნება იმისთვის, რომ აი ამ აწონ-დაწონის რეჟიმში გამოიყვანოთ ეს ადამიანი რაღაცნაირად დეპრესიული მდგომარეობიდან, ეს იქნება მკურნალობის რეჟიმი თუ რეაბილიტაციაში სადმე გაგზავნა თუ სადმე მონასტერში გაგზავნა თუ რაღაცნაირად ხელი უნდა შეუწყოთ და შეუწყობთ კიდევაც. სინამდვილეში გაშლა გვაქვს იმაზე თუ რას უნდა ელოდოთ, მაგრამ თქვენი აი ამ მდგომარეობით, ბიძგით, მიცემით და აი ამ იდეის მიცემით გეტყვით, რომ აი ეს ჩავარდნილი, ჭაობში ჩაძირული ემოციური, დეპრესიული ფონი გარდაიქმნება იქეთკენ, რომ საბოლოო ჯამში ყველაფერი დალაგდება, ეს ადამიანი სულიერ სიმშვიდეს იპოვის, მიაღწევს იმ თავის ტაძრამდე, იმ თავის გზამდე, რომელიც შეცვლილი აქვს ახლა რაღაცა ეშმაკის ძალით და რაღაცნაირი დეპრესიული მდგომარეობა აქვს, იგრძნობთ მისგან სხივებს, ემოციურ სიმშვიდეს, მედიტაციის უნარს, იმას რომ გაძლიერდა მის აი ამ სისუსტეებზე გაძლიერდა თავის თავში იპოვა ძალა თქვენი დახმარებით, რასაკვირველია მეორე ნაწილისთვის ვიძახი, რომ აი ეს სიძლიერე ეპოვა, როსულიერი სიმშვიდე ეპოვა, რაც საბოლოო ჯამში მიგიყვანთ იქეთკენ, რომ თქვენი ურთიერთობა ძალიან გამყარდება, გადავა
ყველაზე მაღალ ეტაპზე და დიდი შანსია იმისი, რომ ოჯახური სტაბილური ურთიერთობა შედგეს თქვენ ურთიერთობაში, აი ამ გულის ტკივილების შემდეგ. გილოცავთ. ქორწილიც